Bésame. კარგია. აი ეგრე გავაკეთოთ. კიდე რა მინდოდა? აი აქ ვაპირებ. წამოდი არტურ გაგაცილებ. წამოდი. ეს რა არის? ვაჟა მეტლახი? ნუკრი წებო? ნუკრი ემულსიაც ყოფილა? რობერტა 877 მარიკას რემონტის ბლოკნოტი არა. Oitsa, 877 ხო რობერტა? ესე 877 ნათია 877 სამიანი კი არა რვიანი ერთიანი კი არა ოთხიანი ესე და ირაკლი. აი ეს იყო არტურა. შხაპი რომ გააკეთა არაჩვეულებრივად. არტურა იყო ეს. რა სიმპათიური ბიჭი ყოფილა. ჩემი არტურა. რიგა შხაპი ასხავს გვერდულად და ირაკლის პერანგი სვევდება. აი შენი არტურა. ირაკლი დღეს დარეკა სანდრო. საღამოს ყველას გვარიჟებს სპექტაკლზე. ვა, ესე იგი სვავთ დღეს? სპექტაკლის შემდეგ? არა, მარიკა, მანამდე ფხიზელი ხო არ შევალ სანდრო სპექტაკლზე. ირაკლი, დღეს შენი ლურჯი მაისური უნდა მათხოვო. დათო, არ მოგბეზდა ეს ერთი და იგივე? ირაკლი და შენ არ მოგბეზდა ეს? დათო, არ მოგბეზდა ეს და იგივე? დათო დავიგებ რა. დათო, დღეს რა კარგ ხასიათზე ხარ, რა ხდება? დღეს სპეცსაბჭოა. პეცაბჭოა? რა იყო დათომას? კიდე გაგდებენ სკოლიდან, ჰა? იცოდე, მე შენ დირექტორთან ედი შერცხვარაძეს და მეორეჯერ დამლევი აქვს. მე არ მანდები, ირაკლი. ერთი ცელკი მოწაფე ყავს, ძალიან ცელკი, კალანდაძე. აი მას საგდები. ირაკლი, მოდი. მოგიყვე. შემჭამა ირაკლი. ეხა წარმოიდი ნახე ხარ რა კარგია. მიდი ხარ, შდები შენ სკამზე და დარწმუნებული ხარ რომ იქ ჭიკარტი. არ დაგხვდება. ჩაგეძინება, საშლელს არავინ გესვრის. გაკვეთილი ვერ ჩამიდარებია ირაკლი.
არა და სახვით ხელოვნებას როგორი ყურადღება ჭირდება? ასლაბარაკ. ვაიმე ჩემი მანქანა სიგნალიზაცია. იპარავენ ირაკლი, პატრონში დარეკე, მარიკა, ვარდისფერი და აცუს პარა იმებრამე. ერთი დაფიჭებით ქალაქში. ხა ერთი არის ეგეთი ქალაქში, მარიკა, მაგრამ დადის ამ მანქანაზე ცოტა ხმამაღალია. მარიკა, რა ვიფიქრე იცი? ერთი პეცსაბჭო ჩვენს ხوار ჩავატაროთ ოჯახში. კანდავში ირაკლი. სხვის მანქანა იყო. ბავშვებმა ბურთი გააყრე. დაწყანდით ბოდო დავით? კი, დაწყანდი. ის რა კარგია რა ყველაფერი ესე კარგად რომ აეწყობა, აი, ჩემი მანქანა მეგონა, სხვის მანქანა ყოფილა. დღეს პეცსაბჭოა, კალანდაძეს აგდებენ. მალე ახალი წელი მოვა. მე ანანოს დაბადების დღე. ანა. მარიკა რა რომანტიკულია რა როცა ვიღაცას უყვარხარ და როცა შენც გიყვარს და ერთად ძალიან ბედნიერები რო ხართ მარიკა და მე რო გავადრო და ერთად რო იცხოვრებთ აბა ახალ გარემონტებულ ბინაში თანამედროვე ნაცრისად შეღებილი კედლებით ბამბუკის იატაკით იტალიური სამზარეულოთი ჩაშენებული მაცივრით და გაზის ქურით. მართლაც რომანტიკულია. ზაკ. აბა. სანდრო. როგორ ხარ? ძალიან ნერვიულობ. დღეს ხო ის პრემიერა მაქვს. ვარა მაგარია. აბა, აი ბილეთი. ვაი მე მადლობ და რა ქვია შენ სპექტაკლს? მეოთხე რასა. მე სამწუხაროდ ვერ წამოვალ სპექტაკლზე, იმიტომ რომ არტურას რობერტას უნდა შევხვდე, კაფელზე ვარ გასასვლელი. აი, მაიკ, მოიცა გიხოცები და აი თან თეატრზე მომიყევი და როგორ ეკმაყოფილი ხარ შენ? ნუ ეხლა კარიერის ამ ეტაპზე ჩემთვის დამაკმაყოფილებელია. მაგრამ ხოთე შენობაა ცოტა სარემონტო და ნუ მეცა სარემონტო? ხო. მომეც ერთი ბილეთი. საინტერესოა. და ეგ რომელი თეატრია? ნუცუბიძის სარდაფი. ნუცუბიძის მესამე პლატოზეა. არ ვიცი. არც მე არ გამიგია. საიდან გეცოდინებათ თეატრში თქვენ არ დადიხართ? ვაიმე, მესამე რიგია რა მაგარია. ხო, მარტო ბოლო რიგები იყო დარჩენილი. სანდროს და კიდე ვინ მოდის თეატრში? ხო, თქვენ? ხო. ნუ დათოს და ირაკლის წამოიყვანთ, თამარ, ქეთევან და ლაშა ღლონტები. და თიკა თავისთავად. რა გინდა ბანშლაგი ყოფილა? ხო, ისე ეს ბილეთები გამომატანეს იქნებ გაასაღო და მთელ დღე დავდივარ და ვერ არავის არ უნდა. სანდრო, აუ. შენი სპექტაკლის ბილეთებია? ხო. მე ვიყიდი რა თუ შეიძლება. ვაიმე რა კარგია. ეხლა ვიძახდი ვერ ვასაღებ ვერაფრით თქო და თუ იყიდი კარგია. რამდენი გინდა? 7 წელი ჩემ მეგობროსაც უნდა. კარგი, ძალიან 2, 3, ესე იგი გავასაღებთ აქ. აჰა, 7 წელი. დანარჩენები მე მომეცი და ირაკლის გავატან სამსახურში. ვაიმე კიდე კაი. ო და დათოს გავატანეთ კიდე სკოლაში. არა, ეგ ცუდი იდეა. დათომ ერთხელ ირაკლის საათი წაიღო გასაყიდად და ვერ გაყიდა. იცი რა სანდრო, ბაში დატოვე და იქნება გავყიდოთ. ხო, კიდე კაი თორე. უკაცრავა, ჩემ თვალ თუ შეიძლება. აი, დიდი მადლობა, მოკლედ მე ახლა ამას აქ დავტოვებ, გავიქეთ საღამოს გელოდებით, წავედით. უკაცრავად. სპექტაკლის ბილეთი ხომ არ გნებავთ? არა, გმადლობთ. ეს ვერ არის ხო? კეთევან. აი ეს ახალი რო გაინტერესებდა ეს არის. ოი, ეს არის? არა, ჩემი ნოღაიდელი მაიცულს ხარ.
მოკლედ ყველა მიშოვა რა სამსახური. მერე შენც დაიწყე მუშაობა, მერე ვინ გიშლის? ახალ ვიღაცებს გაიცნობ, იქნებ ახალი ბიჭით შეგხვდეს. სად ქეთევან ხოჭი ვინმე თუ არ ყავს ვერსად ვერ მიხვალ. თამრი, ირაკლის რო ვუთხრათ, თავისთან გინდათ მაინც რომ დაგაწყებინოს მუშაობა, დივნად? ხო. გაგიჟდი გოგო? ისეთ მოკლეკაბას იმ ქალბატონს რა ცვია მე არ ჩავიცვა. და ეს ქალბატონი ხომ ბანკში მუშაობს. თიკა. ხო. მერე ვითომ რა ეხლა აწყენს შენაირი თანამშრომლები? მოიცადე დავურეკო. გენიოსი ხარ ქეთევან რა. აი მე ტორონჯაძეებო რო იცოდეთ რა გოგო შემოგდით ოჯახში? მე არ. ალო, ხოთიკუნა როგორ ახარ? ქეთევანი ვარ. რა კარგია რომ სახლში ხარ, ძალიან გამიხარდა. რა საკეთებ თიკუნა, შემოგვიარე? არა, შაქარი არ მინდა. არა, არც ჭუჭლიჟელი არ მინდა. ისე შემოგვიარე, ისე ყავა დავლიოთ, ცოტა წავიჭორაოთ. ხო, კარგი გელოდებით, კარგი, აბა. ისა ჭუჭლიჟელი თუ მინდა მაინც გამოვაყოლე. ესე იგი გათიშვას ვერ მოასწრებ რა. თამრი, მე მანამდე ყავას მოვადუღე. ქეთევან, ხო, ის ძვირიანი გააკეთე, მაინც ვაწუხებთ ქალბატონს აბა რა. რას გამოვარდა რა იყო ესე? გამარჯობა. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენ სახლში. არ იქნება და. ლამაზი რაღაცები გაქვს აუ თამარ. კარგი რა თიკა ნუ გერიდება რა მოხდა რო ხელცარიელი ხარ უცხო ხომ არ ხარ რა ჯექი თამარ, ბოდიში მინდა, მოგიხადო. ჩემ ძალთან, ლანასთან რაღაც რომ მომხდარა. ნუ ეხლა თიკა შენი ხათრით შევიკავე თავი თორე ხო იცი თამარ ღლონტის მომრევი ქალი ჯერ არ დაბადებულა კაი მითხარი ეხლა შენი ამბები აბა როგორ ხარ კარგად. რა ხდება ბანკში ბანკში ყველაფერი კარგადაა. ხო იცი რა თუ რამე დაგჭირდეს დახმარება არ მოგერიდოს რა სახში ვარ არაფერს არ ვაკეთებ თიკუნა, რა კარგია რომ მოხვედი, უნდა გაკოცო. ვაიმე, აი, ყავა მირთი ქეთევან როგორ ხარ? კარგად, ეხლა მე ბაშს მოგიტან. ქეთევანს რა უჭირს? ლაშა შეპირდა სამსახურს გიშოვიო. აი მე რა ვქნა თორე. შენ რა სამსახურს ეძებ? ვეძებ რა, ეხა თუ ვინმეს დავჭირდი თორე მე რა. თიკუნა, თქვენთან ხომ არ არის ვაკანსიები? ჩვენთან? ხო. ხო, არა ხა, იცი რა არის? კერში გაწუხებდით, იქა შემიძლია კალა კაპიტალში, მაგრამ არ მინდა ეხლა იმათი შეწყვეტა. იცი რა, ჩვენთან არის ხოლმე რაღაც ვაკანსიები. ეხლაც არის ერთი ადგილი კადრების განყოფილებაში, მაგრამ იცი რა, შენ არ მოგეწონება. კადრების განყოფილების უფროსი არის მელოტი და დაბალი კაცი და კადრები ჩემი სფერო არაა. ბაში მირთვი თიკუნ დიდი მეგობრა. გლუკოზა. ვაიმე, რა დროს იუზა იყო ეხლა. გისმენთ? სხვაგან მოხდით. სხვაგან მოხდით. სხვაგან იუზა ბიძია, სხვაგან. ხო, კარგი ყავა თიკა. ძალიან გებრიელია. გემრიელია? ხო და თუ ძალიან გემრიელია, ხომ დააწყებინებ ჩემ დაიკოს მუშაობას? იცი რა, ესე ვერ გეტყვით. იცი რა, ქენი? სივი მოიტანე ბანკში და მე მერე ვეცდები რომ შენ აგიყვანო. კეთება ნეგრა არის გვაქვს. თუ არ გვაქვს ჩხეიძეებს გამოვართ. არა, აქ სხვა რაღაცა. ლათინურად კურიკულუმ ვიტაე. არის სად გიმუშავია რა განათლება გაქვს იმის ანოტაცია. დაწერე და მოიტანე. გამახსენდა. კეთებან საჭერი კალამი მომიტანე. კურიკულუმ ვიტაე მაქვს დასაწერი. ეხლავე. მე ვიცი ვინც იყიდის ამ ბილეთებს. მოიცა? მეც ვიცი მარიკა. მოიცა? ალო,
სანდრო ანანო ვარ სანდრო დღეს ყოფილა რაღაც არაჩვეულებრივი სპექტაკლი ხო პრემიერა ბილეთები არ გინდა ხო შენდეთიკა წამოხვათ კაი ხო სანდრო ესე იგი ორ ბილეთს თქვენთვის გადავდებ ხო ნამდვილად იცოდე კაი ნამდვილად კაი ესეც ორი კარგი არა უშავს კარგი ესე იგი არც რობერტას არც გურამას და არც რიჩარდას ბილეთები არ უნდა მარიკა რაღაცა უნდა მოვიფიქროთ იცი რა ვქნათ მოდი ეს ბილეთები ახლა დავდოთ ბარზე და იქიდან გავყიდოთ აუ მაგარი ხარ მარიკა ოღონდ თან რამე მაგარი რეკლამაც გავუკეთოთ მოდი აქენ იცი აიღე ეს ბილეთები დადექი ბართან და იყვირე აბა ბილეთები არაჩვეულებრივი სპექტაკლი ადგილები შეზღუდულია მე გავალ შემოვალ ბილეთებს ვიყიდი და სხვაებიც დაინტერესდებიან აუ მაგარია მარიკა ოღონდ იცი რა არის ვინმე თუ მოვა და ერთბაშად ყველა მომეცითო იყოს არ გავატანოთ მარიკა გადამყიდველი იქნება მე უფრო ძვირად გავიდი ანანო მიდი პატივცემულა საზოგადოება შეიძინეთ არაჩვეულებრივ პრემიერაზე დასასწრები ბილეთები სპექტაკლის სახელწოდება მეოთხე რასა ადგილები შეზღუდულია პატივცემულა საზოგადოება რა ბილეთებიო? უკაცრავად, რისი ბილეთებიო რა თქვა? მივხვდი, პრემიერა, სპექტაკლი მეოთხე რასა, ესე იგი, არაჩვეულ გიჟდები. რამდენივე არა, იცით ამის ბილეთებზე? ესე იგი, გადამყიდველებთანაც კი ვიყავი, წარმოგიდგენიათ? ვეძებ, თქვენ საიდან გაქვთ ბილეთები? ვადეგე მართა, მარიკა, სანდრამ არ დაგვიტოვა. მომეცით 5 ბილეთი. 5 ბილეთიო. არა, 10 იყოს, 10. 10 ბილეთი? 20 იყოს. 20 სულ ყველა? ყველა ბილეთი. სპექტაკლს ახომ უნდათ, ქალბატონო. არა, ეს არაფერი არ გამოვა. მოდი პირდაპირ შევთავაზოთ კლიენტებს. მოდი. მართალი ხარ, მომეცი ბილეთი? სალომე რა ვქნა და რაღაცი თქო უნდა დავეხმაროთ არა სანდრას ვაიმე მოიცა მოვიფიქრე მარიკა აი ორი ბილეთი გაიყიდა მარიკა და რო არ უთხრათ რა ცუდი სპექტაკლია არა იცით რა კარგი თქვენ შეხვდებათ ბილეთი არ ნებო დამელოდეთ აქვე გამარჯობა დღევანდელ სპექტაკლზე ხომ არ კიდათ ბილეთი პრემიერა აჩვენეთ? საინტერესოა და ერთი ბილეთით ორი ადამიანი შევა? ორიდან ერთ-ერთი თქვენ ხართ მაშინ ვერ. დღევანდელ პრემიერაზე ხომ არ გნებავთ ბილეთები? და კარგი სპექტაკლია. იცით რა, თუ არ გნებავთ ასე, ამდენ ხარ სატომ ალაპარაკებთ. არა, არც ისე არაფერი არ გამოდის. არა, ხო. მარიკა, მომეცი. ოკაცრავად, გამარჯობა. ძალიან მაგარ სპექტაკლზე გვაქვს ბილეთები და იყიდეთ რა. ბილეთები არ მინდა. აი ესე. ოხ, გრიგოლ ნემსაძე რა. რომელი საათია რა ადრე მიიპარებ. ნახე როგორ მიიპარება როგორ ჩემ კაბინეტს არა აქვს ხო ბანჯარა. ხელფასის დღეს პირველი მოდის. თენგო რა კაცია რა. მე როგორი თამადობა იცის რა არა გოგიც მაგარია მაგრამ თენგოს თავის ეშხი აქვს რა ასე რომ წამოდგება ხოლმე ომახიანად და აბა თვითოთხლეთ გაუბადო თვითოთხლეთ და მე ლექსსაც რომ მიაყოლებს მაგარია რა კარგი რა თენგო რა სამსახურში არ შეიძლება დალევა ხო იცი არა თენგო
მე სხვას უნდა ვასწავლიდე და ეხლა შეიძლება ასე მე და თენ გაგვიმადოთ თენგო მე და თენ თენგო რა ირაკლი ქიმო რეკავს მარიკა ალო ხო მარიკა მე ვარ რობერტა ხო არა გაცილებული ვარ მაგაბიციდან ხო ისა მარიკა იმ დღეს რო გელაპარაკე დღეს არ გამოვა რა არც ხვალ არ გამოვა არც ამ წელს საერთოდ არ გამოვა რა ვქნა მარიკა დაკავებული ვარ რა ვერ მიცნო ხო მარიკა შენი ქმარი როა ესა რა ქვია ირაკლი ხო ირაკლი ეგ ცოტა ვერ არის ხო რა ვიცი რამდენჯერაც ეგ ბიჭი ვნახე სულ თურალია მე მგონი ლოდია ეგ კაცი არა საწყედად არ მithქვავს მარიკა არა კარგი ხო კარგი ჩემი გეურა როგორ დამიცვა ირაკლი ქიმო ტელეფონი რომელი ტელეფონი ნათია გოგი არ გამოჩენილა არა აეროპორტში წავიდა თავის გოგოს აცილებს და იგვიანებს ხათუნას იცი რა გოგოა ხათუნა ნათია ეგ მინდოდა დათოსთვის ჩემი ცოლის ბიძაშვილისთვის მაგრამ ანანო აი ეხლა და არაფერი არ ესმის ანანოს გარდა უი ბილეთები გაყიდე ირაკლი ქიმო ტრავმატოლოგმა ერთი ბილეთი აიღო თერაპევტმა ერთი ბილეთი აიღო ყელყურცხვირმა 3 ბილეთი ოჩახმიშას და აი ეს 6 ბილეთი დარჩა რა დარჩა ნუ რა სიზავ ნათია სიმართლე გითხრა ამდენსაც თუ გაყიდიდი ნამდვილად არ მეგონა ირაკლი ქიმო ფორმა 100 გათავდა და თქვენ ხომ არა გაქვთ შემთხვევით ვეცა მამაცაშვილის თვალის ოპერაცია წარმატებით ჩაიარა არა ამ ეტაპზე წარუმატებლად ვერ ხედავს ჯერ ესე იგი ეს რა გინდა ფორმა 100 ხო კი ფორმა 100 როგორ არ მაქვს ესე ეს რა არის უი შემშლია 5 ლარი დამიბრუნე არ გამოვა ხო ასე კაი მომეცნოთ აჰა ფორმას ოხ თენგო იყო დღეს მოსული კი ვიცი ესე იგი თათბირი უნდა დავნიშნო რა თქმა უნდა და რომ კითხავენ რა უთხრა თეთრი თუ წითელი თეთრია თქო იცი რა არის შვენიერი სამსახური ქონია თიკა მადლობ თამარ ეს ტელეფონი უფასოა კი უფასოა აჰა ის ჩაი და ყავა ტელეფონში რომ გიდგათ ეგეც უფასოა აჰა უი თიკა ცევე მოგიტანე ისე მე ეზოს მხარე უფრო მომწონს იქით მირჩევნია იცი ხო და ჩაწერე მე ეგეც ცევეში არა შას ხო და ამან სულ ესე უნდა მიაროს აქ თამარ რა ვქნა აქ მუშაობს და ჩემ კაბინეტსაც აი ესეთი მინის კედლები ექნება შენ კაბინეტს ხო ალბათ და ეს უნდა მიწვრიტინოს ყველა თიკა რა კარგი შარფი გიკეთილია მადლობა შვენიერია თამარ ეს CV არ არის ბოლომდე შევსებული რომელ წელს ჩააბარე უნივერსიტეტში მითხარი
ვაბარებდი 96-ში. მაგრამ ქულა დამაკლდა და ის მათხოვარი ლიკა ტალახაძე ხო იცი? მამამისმა იმდენი ფულები ჩაყარა, რომ ქალბატონი დასვეს და ეს ტვინით გატენილი ბავშვი გარეთ დამტოვეს. ხო. ჩაწერე ეგ, ყველა მიცოდეს. არა, მაგას სიტყვიერად გადავცემ. კარგი. 97-ში ჩააბარა ესე. ხო, არა, მანამდე წელი რომ არ გამწდენო და ჯიხაიშის ტექნიკუმში მოვეწყეს სულ ფრიადებით. ხო, მაშინ თამარ აუცილებლად გკითხავ. რამე სამეცნიერო ნამუშევარი ხომ არ გაქვს? სამეცნიერო? მოიცადე ერთი წუთი სამეცნიერო იყო ის, აბა რა იყო? ხო, ირაკლი, თამარი ვარ. შენ რომ დისერტაციას წერდი და მე რო გეხმარებოდი, რა ერქვა იმას? ხელს კი არ გიშლიდი და გაწერინე. ხო. აჰა. ჰა. კუჭის. ჰა. ასისტენტი. აჰა, ეს არის. ო, კარგი, რა გაცინებს რა? ჭამა. კარგი, თამარის გასაგებია და რაც გიწერია ყველგან მუშაობდი? ხო, ვაიმე, ის დამავიწყდა მიმენიშნებინა. პრიზების გაცემაზე ვმუშაობდი საველიჩის სპრინტში. მოდი ახლა აქ არ გვინდა თამარ, აი დაწინაურებაზე რო წავა უკვე ლაპარაკი, საველიჩი მერე მოვიშველიოთ. აი ეს გიტარა რო გიწერია, რას ნიშნავს? გიტარაში ვამზადებდი ბავშვებს. მოდი, ესეც არ გვინდა ახლა, ხო? თიკა, რას ამბობ? პირდაპირ კავშირშია ბანკთან. ისე იგი, ვის რამდენი მოქონდა და როდის, აი პირდაპირ ვაკონტროლებდი აქ. იქ კურსი დაეცემოდა, პროდუქტი გაძვირდებოდა, მე ამათ ვუძვირებდი. ამ სფეროში ვარ უძლიერესი. კარგი. ინგლისური და კომპიუტერი იცი? ნუ კი. მართლა? ცოტა. ცოტა რას ნიშნავს? ხო, კარგი, ხო, არ ვიცი. ვიღას უკვე სექშენი ინგლისური და კომპიუტერი. გენაცვალე. იცოდა ინგლისური გურგენიძემ, მაგრამ ვერ მოხსნეს. კალანდაძე. ხომ გითხარი ამ ბრძოლაში დამარცხდები მე? არ დამეჯერე. ეხლა იყავი? კარგი რა დათომას. სამეთი ხარ. მოდი დადეკი, იდექი აქ. და ნახე როგორია მაგ მდგომა. გამარჯობა. მოხრო დიდათო. კი, მოვიდა. ხო და დროა. დროა დავიწყოთ. დავიწყოთ. კარგით ბატონო, როგორც ვიცით, დღეს განვიხილავთ თორნიკე კალანდაძის ჩვენ სკოლაში დარჩენა არ დარჩენის საკითხს. რამდენადაც ვიცით, თითქმის ყველა მასწავლებელი უკმაყოფილოა აი როგორ ვთქვათ, ყოფაქცევის გამო. შრომის მასწავლებლის გარდა. ასე ამბობს, რომ საერთოდ არ ყოფილა ჩემს გაკვეთილზე და რას ვერ სჭი ბატონო. აბა დავიწყოთ. ახლა მე მაქვს უამრავი საყვედური. კალანდაძის მიმართ რა თქმა უნდა. აი ხა მე ყველას არ ჩემოვფული რა თქმა უნდა. საუკეთესოებს გამოვარჩევ. ბატონო დირექტორო. 2 წლის უკან კალანდაძემ ჟურნალში ჩამიდო რა კალია. რო დავინახე ხო? კიდაღამ გული გამისკდა. თორნიკე. თორნიკე. დიახ. აი აგვიხსენი რატომ გააკეთე ეს,
და სხვათა შორის ძალიან მაინტერესებს ეს კალია სადიშოვნი ამ სიცივეში. დადო თქვენი მანქანა ყვის მას. შენ არ მითხრა მე ვერ გავიგონი, ხო? უკაცრავად ბოდიში მოგდით. კარგით. კაცო. რასერ ჭიდერდი ამბავს, აი შეხედე ჟურნალს გადავხედე და სულ ხუთები უწერია, 5, აი რა გიდა რასერ. მე ვინ წერს ამნიშნებს? თვითონ წერს. მე კალანდაზე გავაგებინე, აი რატომ იქცევი ასეა? გინდა რომ სკოლიდან გაგაგდო? აი ამისენი რატომ არ სწავლობ შვილო? რა ვიცი მას. ვერ ვასწრებ დედას სულ მუშაობს და რომ მამეცადინოს ვერ ახერხებს. მამა საერთოდ სხვაგან ცხოვრობს ბიძაშვითა. ჩემს სანახავად ვერ იცლის. ის ახლახან დაიწყო მუშაობა და რა უკალანდაძე მამასაც ცხოვრობს? ბიძაშვილთან? დიახ მას. ეხლა რაშია საქმე ბატონო დირექტორო? მადლობა. პრინციპში. რას ვერჩით ეხლა ამ კალანდაძეს? არც ისეთი ცუდი მოტაფია როგორც თქვენ ამბობთ. როგორც მახსოვს, სულ თქვენ ლაპარაკობთ კალანდაძეზე. უკაცრავად თქვენ ისტორიის მასწავლებელი ბრძანდებით, ხო? დიახ. ხო და იმ წარსულში ქექვა არ გვინდა. იმაზე რას მასწავლებლებს თუ ზედმეტი სახელებით გვეძახის? ზედმეტი სახელი. ფიზკულტურის მასწავლებელს პელე. ფიზიკის მასწავლებელს პასკალა. მუსიკის მასწავლებელს დუდუკა. თქვენ ვან გოგას გეძახთ. გახლავართ. გეომეტრიის მასწავლებელს ახნაგას და ქიმიის მასწავლებელს დიდთავას. დიდთავა ზამაგარია. დაარტი კალანდაძე. ეხლა, გასაგები ხა. მე რამიდაც იცი თქვენ გითხრათ, ჩვენ ხა ვერ ხვდებით როგორი სიყვარული გვეძახის კალანდაძე ამ ზედმეტ სახელებს. აი მე მაგალითად ბანგოკა ძალიან მსემონებს. დირექტორსაც სიყვარულით ეძახს. ერთუთით მოითმინეთ. მოდით მაშინ ასე ვქნათ. კიდევ ერთი შანსი მივცეთ. კალანდაძეს ოღონ თავდებათ დათო დაუდგება. არა დათო? თავდება. დაუდგებით? კარგით. მე კიდევ ეს დავუმატებ თუ შეიძლება თქვენიშნება თვით ბატონო დირექტორი. ეხლა რა არის იცი? თორნიკეს კალანდაძეს უბრალოდ ხო? ძალიან უნდა რაც თავია სწავლა. მოწადინებულია ამისთვის, ხო? მაგრამ თუ ჯერ არ გამოსდის, დავაცადოთ ცოტა ხნით. მეც ისე ვიყავი. მეც არ გამომდიოდა. აი მაგალითად ქიმიაში მყავდა ორიანი. ფიზიკაში მყავდა ორიანი. ხატვაშიც თქვენ წარმოიდგინეთ მყავდა ორიანი, მაგრამ შემდეგ გამოასწორე, ამაზე ნუ ვიკამათებთ. სამაგიეროდ ბატონო დირექტორო ალგებრაში მყავდა ფრიადი. ოჩახ. ასევე არის კალანდაძეც. ისტორია იცის ძალიან კარგად. შვენია? კი. რა ისტორია იცის? მე თქვენს ისტორიაზე ალაპარაკობ. სხვა ისტორიაზე ძალიან. ასე რომ მე კალანდაძეს თავდებში უდგები. ხო და ძალიან კარგი ჩემოდა. აბა, ჩვენ გვიჩქარება ხო წავედით? აბა, ოჩახად. კარგად იყავიცოდე და აბა თქვენი იმედი მაქვს. არა, ბიძალი. დახვამდის. კალანდაძე. რა გიყვე ხმეში? მადლობა და თომას. მადლობა რა ის კიდე.
მადლობა თუ გინდა, მაინც და მაინც აი ეს ორი ბილეთი უნდა იყიდო. კარგი და თომას ვიყიდი. ძალიან კარგი. დადეკა. და თომას. მაშინ ერთი სათხოვარი მეც მაქვს. ისმე? ანანოს ტელეფონის ნომერი მოვა. კლასში არ დაგვიანო დაგვეძილი გეწყება. უყურე ამას ანანოს ტელეფონის ნომერი მომიდომა კიდე. მიდი იქიდან. სად არის ჩემი ფუნჯები, სად არის კალანდაძე? დაგიდა. არ გააღოთ ოჯახში გით კალიას. ო კალანდაძე! მე რა უბედურება არ იწყებენ რა არის კი მაგრამ თამარ მაგ ლორნეტისთვის ეს თეატრი ცოტა პატარა ხო არ არის? შენ თუ შემოეტიე ესე იგი არც ისე პატარაა ირა. აი ესეთები შეც მოგხსეს, ა? ხო, აბა. შენ ხარ? ირა, გინდა გავცვალოთ. აი, რა დათო რა. ირაკლი ჩუმად რა. ვარდისფერი მანქანა ვისიო. უი დათო მანქანაა. რა? კარებიდან კაცი მსახიობები ვერ შემოდიან რომ დაიწყოს. დროზე რა დათო, დროზე რა. მობილურები გამოვთოთ, მობილურები. გამორთეთ, ეხლა მობილურები არ დარეკოს ტელეფონმა, თორე თიკა, შენ არ გამორთო, იქნებ ჩემი სამსახურის თაობაზე დაგირეკო. მარიკა, პროგრამა მათხოვე რა. აი. ლაშა, აი გადახედე პროგრამას რა იქ მეორე განყოფილებაში რაღაც დედმამიშვილების ამბავია და ირაკლი რა დღეში ხარ რა არის? ყველგანა ეშიც დაზეც და მდინარის გასწვრივაც ჩვენი დროშა შებღალულია მუნდირი შებღალული ციხეს უნდა შევაფაროთ თავი ჩვენ უკვე ციხეში ვართ ფელფებელო ამათ რატო ჩვენთ დასასმელი ესენი მსახიობები არიან დათო და ჩვენ რატო შემოგვარდით იმიტომ რომ ჩვენ მაყურებლები დათო ესენი თუ მსახიობები არიან მე პედაგოგი ვარ მომასმენინე რა ირაკლი მომასმენინე ვაიმე სანდრო გამოჩნდა აბა უკვე შევიდა ირაკლი რა რამხელა თავი გაქვს გაწირა იქით რა ხო არაფერი გამოგეპაროს დათო ირაკლი მომასმენინე გებრძანებთ ყველა ხიდი დაწვათ დაწვა რა საჭიროა ბატონო უბრალოდ შეგვიძლია ავკეცოთ და მტრისთვის მიუწვდომლები გავხდებით ცდები მორგან ისინი ყველგან არიან მათ ვერსად დავემალებით გაიგე ისინი ახალი რასის წარმომადგენლები არიან ალო ხო რობერტ ეს რა ნომერია აკი ვერაო
დღეს ხო გელაპარაკე? თამარ ლაპარაკობს. ხო. მარიკა სირცხვილია. ხო, კარგი, დაგირეკავ მე. კარგი. თამარ შეხედე ეს ბიჭი რა კარგად თამაშობს. შეხედე. ნუ ბევრი არაფერი, ცოტა ყალბია. თამარ მომასმენინე რა. ვაი, სანდრო? ფლებელო ჟამთასვლის სიავის გამო ჩვენ ძველი რასა ვართ სანდრო რას აკეთებ ცოტა დამაჯერებლად თაწყნარდი თამარ მიუხედავად ჩვენი მაღალი ზნეობისა და სწრაფი ტემპისა პროგრესისკენ ჩვენ წინ ვერ აღბუდგებით ამ ახალ რასას მე უკეთრავდი ჩვენ სხვა არჩევანი არ დაგვრჩენია ჩვენ დროს უნდა დაველოდოთ ყველას გიბრძანებთ ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ და დავიძინოთ და ემიხვდნენ რომ ჩვენ ურყევი ერთობა ვართ ანუ ჩვენ ისღა დაგვრჩენია რომ ხელი ხელჩაჭდებულებმა დავიძინოთ დიახ ეს ბრძანება კარგი მაშინ ფანჯარასთან მევწვები ახლა 1973 წელს როგორი ამინდი იყო? კეთებან? რა არის ამდენ მანდარინს რო ჭამათო? სიყვითლე არ დაგემართოს. მე ტორონჯაძეები იტყენეს რა ყვითელი რძალი შემოგვივიდაო. მიდი რა უპასუხე. ალო? დიახ, გისმენთ? არა მე დავარ. ეხლა მე დავუძახებ ერთი წუთით. თამრი, შეგირეკავე სამსახურის თაობაზე ვრეკავთო. მოდი, ჩქარა, მოდი. რატო არ დამირეკავენ ისეთი სიბი მივიტანე რომ. თამარ ღლონტი გახლავართ? დიახ. ამიყვანეთ? ხო. კარგი გინაცარი, კარგი. ხო, კარგი, ნახვამდის. თამრი რაო, რომელი ფილიალი ჩაგაბარეს? რა ფილიალი, კეთებან? სანდროს თეატრიდან დამირეკეს. რაღაც ახალ პიესას ვაკეთებთო და როლზე უნდა დაგამტკიცოთო. ვაიმე თამარ, რა კარგია ვარსკვლავს გაგიხსნიან. ვითომ?